მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ინვესტორებს. კეთი ვიცით რომ სიახლე სოფლიოში აღიარებული შეფი ეწევა თბილისსა, აი თუ ჩამოდის რაღაცები და განშობის ვიზიტი. მოგესალმებით, თავად შეფის შესახებ ვფიქრობ, რომ მარიამი ისაუბრებს, მე კი გავშლიდი ზოგადად გასტრონომიაში რა მნიშვნელობა აქვს ასეთი დონის შეფების ჩამოსვლას და მოკლედ ვინ არის ეს შეფი, ანტონიო ბაშური გვეწვია საქართველოში, რომელიც არის ძალიან პოპულარული და მსოფლიოში აღიარებული კონდიტერი. თუ ნახავთ მის ინსტაგრამ გვერდს 1,5 მილიონი გამომწერი ყავს და ფაქტობრივად ამ ჩამოსვლით ვიზიტით 1,5 მილიონი ადამიანმა უკვე შეიტყო საქართველოს შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოგეხსენებათ და მთავარი რასაც მინდა ასევე ხაზი გავუსვა არის რომ უკვე ასეთი ცნობილი შეფი ჩამოიყვანა ბიზნესმა, კერძოდ კი კომპანია DGF-მა, ანუ ბიზნესის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის რაღაცნაირად ველოდებით რომ სახელმწიფოსგან, რომ აი იგივე ტურიზმის ადმინისტრაციისგან ასე შემდეგ აქტივობებს, მაგრამ როდესაც უკვე ბიზნესი ერთვება მსგავს ღონისძიებების გამართვაში, ჩემი აზრით უკვე ძალიან წინწასული ამბავია გასტრონომიის განვითარებისთვის და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კერძოდ ამ კომპანიას, ჩვენ მხარს ვუჭერთ მას ჩვენი ასოციაციით, რითაც შეგვიძლია და ზუსტად ჩვენი დღევანდელი თქვენთან ვიზიტიც ამის გამომხატველი არის, რომ გავავრცელოთ ეს ინფორმაცია და თუ კი დაინტერესდებიან სხვადასხვა ტელევიზიები, ასევე კომპანიები, მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენთვის ეს გაშუქება, იმიტომ რომ მართლა ძალიან პოპულარული შეფია, არ ჩამოუვარდება არანაირად ჩამოსული იყო ჯეიმი ოლივერი, თან ანუ თავისი გასტრონომიულ სივრცეში მოკლედ აი ძალიან აღიარებულია და უბედნიერესები ვართ, რომ გვეწვია საქართველოში და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ამ კონცეფციის შესახებ რატომ წუდება გადაჭერა და რა იგივება კი ბატონო, მეც მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ზოგადად გეტყვით, რომ კომპანია DGF უკვე 2009 წლიდან აქტიურად ეწევა მსგავს ღონისძიებებს, ჩამოყავს ევროპიდან, ძირითადი მიმართულება იყო იტალია და საფრანგეთი, ასეთი შეფ-კონდიტერები, მაგრამ ამ დონის მსოფლიოში აღიარებული შეფ-კონდიტერის ვიზიტი არის პირველი. ანტონიოზე ისაუბრა კეთი მრცლად, მაგრამ დავამატებ, რომ 2018 წელს და 2022 წელს იგი გახდა მსოფლიოს საუკეთესო კონდიტერი და ამ წოდების მატარებელი არის. და ჩვენი კომპანიის მიზანი პირველ რიგში არის, რომ საქართველოში საკონდიტრო მიმართულება განავითაროს, ხელი შეუწყოს. მოგეხსენებათ, რომ ევროპაში, თუნდაც ამერიკაში მსგავსი ტიპის მასტერკლასებზე აქედან წასვლა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ჩვენ ქართულ კონდიტერებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ თავიანთვე ქვეყანაში და მოკლედ მაგაზე კარგი საქმე არ ვიცი რა უნდა იყოს. მადლობა კეთისაც და ამ ასოციაციას მხარდაჭერისთვის და ჩვენს სპონსორებს, ვინც გვეხმარებიან ამ ღონისძიების ჩატარებაში. მოდის ზაფხულის ტურისტული სეზონი, ჩვენ ვიცით რომ მდინარე ქართული საქარავნო სეზონზე იქონია და ახლა უნდა ვიკითხოთ რა მოლოდინები არის სექტორში ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, რას გამდებით? არსებულმა მდგომარეობამ ნამდვილად იქონია ძალიან დიდი ზეგავლენა. ფაქტობრივად შეიცვალა წესი, ასე ვთქვათ, თუ კი უფრო ადრეულად ვიცოდით ჯავშნების შესახებ, ეხლა აკვირდებიან თუ როგორი სიტუაცია იქნება და სტაბილურობა ქვეყანაში და ამის მიხედვით ხდება ჯავშნები, ანუ ჩვენი დაკვირვებით განსაკუთრებით ევროპული ქვეყნებიდან.
ან დაკვირვების ფაზაში ვართ და რამდენად სტაბილურობა გვექნება. ხოლო რაც შეეხება თავად აი ესეთი აქტივობები ზუსტად რომ გვეწვია ესეთი ცნობილი ადამიანი და ფაქტობრივად ის ინფლუენსერი არის ამ სექტორში, უკვე აჩვენებს რომ აი თქვათ ქვეყანა მთლად ესე არ ინგრევა, მშვიდობა არის და შესაძლებელია რომ ვესტუმროთ ამ ქვეყანას და გასტრონომიული კუთხითაც საინტერესო, ამიტომ რაც შეიძლება ბევრი მარკეტინგული აქტივობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რომ ვაჩვენოთ ქვეყნის სტაბილურობა. ივნისშიც გეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებები არის დაგეგმილი, მაგის ანონს შემდეგ უკვე გავაკეთებთ, საინტერესო სტუმრებს გეგმავთ რომ ჩამოვიყვანოთ და მოკლედ აი ნელ-ნელა ასე უნდა რაღაცნაირად მოვერგოთ არსებულ სიტუაციას. ანუ როგორც ვთქვი, უკეთესი სულობინი გაქვთ სამთრის სეზონთან შედარებით. იცით რა არის ზოგადად ჯავშნები არის ნამდვილად ქვეყანაში, ვერ ვიტყვი რომ გაჩერდა, ნამდვილად უკეთესი წელიც იყო გარკვეული სეგმენტისთვის, უკეთესიც იყო წლევანდელი წელი. მაგრამ შევხედოთ, ანუ სტაბილურობა არის გარანტი იმისი, რომ ტურიზმი განვითარდეს. სხვაგვარად ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ტურიზმი არის დამოკიდებული თავიდან ბოლომდე სტაბილურობაზე და ესეთი როგორ თქვა, ცოტა ისე ორგანიზმი არის, რომელიც განიცდის ყველანაირ ცვლილებას და ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება, რომ რაც შეიძლება სიმშვიდე იყოს ქვეყანაში და ეს პოლიტიკური კრიზისი, რა თქმა უნდა, იმოქმედა წინა ზამთარი უკეთესი უნდა ქონოდა და რა თქმა უნდა, იმოქმედა ამ ყველაფერმა და მოლოდინი გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ კარგად უნდა იყოს ყველაფერი, მეტი სხვა გზა არ გვაქვს თორე. გასტროტურიზმის მიმართულებითაც ვისაუბროთ, როგორ ვითარდება ქვეყანაში გასტროტურიზმის მიმართულება თქვენი შეფასებით? ნელ-ნელა ვითარდება, თუნდაც ის ფაქტი, რომ გვეწვია და აი როგორც წეგან აღნიშნე, რომ ბიზნესის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, აი კომპანია DGF-მა უკვე რადგან შეძლო, რომ ასეთი დონის შეფი ჩამოიყვანა და ინტერესიც არის და დამსწრეთა კარგად არის დასწრება, ასე ვთქვათ, შევსებული არის მთლიანად და ეს ნიშნავს, რომ განვითარებისკენ მივდივართ, ზუსტად აი ფაქტებით უკვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ასეთი დონის შეფი გვეწვია, კონდიტერი და დასწრებაც არის, ინტერესიც არის და ზუსტად იქითკენ არის მიმართული კომპანიის და ჩვენი ასოციაციის მხარდაჭერაც, რომ რაც შეიძლება განვითარდეს. თან მოკლედ მოვყვები, მარიამ არ თქვა, DGF არის კომპანია, რომელსაც საქართველოში ჩამოაქვს საუკეთესო გასტრონომიული პროდუქტების გავრცელებას აკეთებს საქართველოში უკვე წლებია და ეს გასტრონომიული პროდუქტები, რომელიც შეიძლება მარტო უცხოეთში განვითარებულ ქვეყნებში შეგხვედროთ და საქართველოშიც რომ გვაქვს შესაძლებლობა რომ ამ პროდუქტებით ჩვენ მოვამზადოთ და ვიხელმძღვანელოთ, უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ზუსტად ამის გამო არის ესეთი შეფი მოწვეული, რომ მან შეძლოს ჩვენი კონდიტერებისთვის და გასკულინარებისთვის სწავლება თუ როგორ უნდა მოიხმარონ ეს პროდუქტები და ეს არის მნიშვნელოვანი, ზუსტად აქეთკენ მიდის განვითარებაც და უკვე ფაქტებით საუბრობთ, რომ ვითარდებით, რაც შეგვიძლია.